თანასწორობის მოძრაობა, თქვათ და ისე როგორც სხვა რამდენიმე სათემო ორგანიზაცია არ მონაწილეობდით ხოლმე 2018 წლის მერე ჩვენ ფაქტობრივად არ მიგვია მონაწილეობა არც ერთ ღია ღონისძიებაში, რომელიც შეიძლება გამართულიყო ან კანცელარიის წინ, ან პარლამენტის წინ, რაც ზოგადად მიუწვდომელ ადგილად გადაიქცა. იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა 40 წუთით თუ 1 საათით მოცემული დრო, რომ ეხლა დროზე უნდა გამართოთ, მე წახვიდეთ სახლში და ასე შემდეგ. ეს არ არის გამოხატვის თავისუფლება ზოგადად და არც ამ გამოხატვის თავისუფლების სარგებლობის შესაძლებლობა. და როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვფიქრობდით, მივხვდით, რომ ეს არ არის თვითმიზანი, რომ ეს რაღაცა 1 საათით გავიდეთ და ამით დამთავრდეს გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ გაგრძელდეს ეს მომეტებული თქვათ თავდასხმები, არა ჰეტერონორმატიული გარეგნობის ადამიანების ტარგეტირება და სხვადასხვა ჯგუფების მიერ თავდასხმა, რაც იზრდებოდა ხოლმე მომართვიანობა ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი ესე თქვათ მნიშვნელოვანი საქმიანობა არის მომსახურების გაწევა ფსიქოსოციალურ სამართლებრივი თემის წევრებისთვის. და აქედან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ შეიძლება ხელისუფლება წარმდგარი იყო დასავლელ პარტნიორებთან, ჩვენთან ჩატარდა რაღაცა ტიპის ღონისძიება, რომელიც ეხება ლოგებოდა საკითხებს და არავინ დაშავებულა, ჩვენ უზრუნველყავით უსაფრთხოებად და ასე შემდეგ, რაცა ძალიან ხელოვნურ პირობებში ხდებოდა ეს ყველაფერი და არა თავისუფლად, ხო? ანუ მივხვდით, რომ ეს არის ერთგვარი იარაღი ხელისუფლებისთვის, რომელსაც აქამდე ადარდებდა დასავლეთის აზრი ყოველ შემთხვევაში უფრო მეტად, რომ თავისთავად წარმოედგინათ როგორც რაღაცა მშვიდობის გარანტი ქვეყანაში, საზოგადოება არ არის გახლეჩილი და რომ სახელმწიფო უზრუნველყოფს იმას, რომ ყველას შეუძლია თავისი შეხედულებები გამოხატოს თავისუფლად.